ვით გთავაზობთ პანდორა რევიზიონისტა ბერეგინია ალიონას ვიდეოს, სადაც მათ ყავთ კლიენტი, რომელიც თავის ერთ-ერთ ცხოვრებაში ეკუთვნოდა ჩიტების ცივილიზაციას და გოგოები უკეთებენ ამ კლიენტს ჩაყვინთვას, რეგრესიას, ოღონდ გიპნოზით არა, უკეთებენ ჩაყვინთვას და ეს კლიენტი იხსენებს ვინ იყო, რა საქმიანობდა და როგორ მოხვდა დრაკონიელების მახეში, როგორ ჩაუვარდა ხელში დრაკონიელებს და თუ როგორ გამოიყენეს დრაკონიელებმა მისი სული. დიახ. აქ ისეთი ასეთ ვიდეოებში ისეთი რაღაცებს ყვებიან გოგოები, რომ დასაკვირველია ყველა არ დაიჯერებს ამას, ამიტომ სკეპტიკოსებს გთხოვთ, უყურებთ ამ ვიდეოს. სხვა რაღაცაზე გადაერთვეთ, მაგრამ ჩათვალეთ თუ გინდა, ჩათვალეთ რომ ზღაპარს უსმენთ. კარგით, მაშინ. დავიწყო. და თუ ენერგიები, რომელსაც ჩვენ ახლა გავატარებთო, ამბობენ გოგოები, რეზონანსში იქნება თქვენთანო, შეგიძლიათ თქვენც მიიღეთო მონაწილეობა ამ ენერგიების გატარებაში. ამ ესე იგი საგვარეულო ტოტის განწმენდა ხდება. და ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გამოცდილება თუ ჩვენ თავს როგორ გავუკეთოთ უკაცრავად წმენდა. და რადგან ჩვენ ვართ საერთო ველში, დამუშავება და გაწმენდა ჩვენი საგვარეულო ხაზისა უნდა მოახდინონ ყველა. ყველას გვჭირდება ჩვენ განწმენდა. ალიონა ბერეგინია ახლა ჩვენ შეგვიყვანს უსაფრთხო ველში, რასაც მე ახლა ვიტყვი, თქვენ შეგიძლიათ არ გაიმიოროთ თუ არ გინდათ და თუ არ გწამთ, რომ დაცვაში მოხდებით და თუ თქვენ დაინთახმებით იმას, რასაც მე ახლა ვიტყვი, ამას ამბობენ გოგოები და მე საერთოდ ეს ჩემ თავსაც ვეუბნები ხოლმე, როდესაც რაღაც მძიმე დღე მაქვს და რაღაც უხასიათოდ ვარ, ან რაღაცა ნეგატიური შეგრძნება მაქვს, მე ვამბობ ამას. ეს ლოცვა არ არის. ეს არის უბრალოდ დაცვა საკუთარი ველისა. რომ ნეგატიურმა არსებებმა შეწყვიტოს შეტევა თქვენზე. დასაკვირველია, თუ გინდა რამდენჯერმე თქვით დღეში, თუ გინდა დღეში ერთხელ, თუ გინდა ყოველ დღე, თუნდაც საერთოდ არ თქვათ, თქვენთვის ვამბობ მე. და ახლა ალიონა ამბობს რუსულად. ამას, რასაც მე ახლა ვიტყვი ქართულად. მე ვუკრძალავ ნეგატიურ, ბნელ და ასტრალურ არცებებს დაბალი დონისა იქონიონ რამეზე გავლენა ჩვენ სხეულებზე და ჩვენ ველებზე. ან თუ თქვენ თანახმახართ, შეგიძლიათ დაეთანხმოთ. თანახმავარ, ან ვამაგრებ. ასე იყო, ასე იქნება, ასე არის. თუ თქვენ ცალკე გინდათ მხოლოდ თქვენთვის, ახლა ეს მრავლობითია, რადგან ბევრი უსმენს, და თუ თქვენ მარტონი ხართ, შეგიძლიათ მხოლობითში თქვათ, მე ვუკრძალავ ნეგატიურ ბნელ ძალებს, თუ გინდათ უბრალოდ ბნელ ძალებს, იმიტომ რომ ბნელი ძალები ყველა ნეგატიურია, მე ვუკრძალავ ბნელ ძალებს და ასტრალურ სხეულებს დაბალი დონისა მოახდინო რამეზე გავლენა ჩემ სხეულებზე ან ჩემ ველზე. ამა თუ იმ მეთოდით.
ვამაგრებ, ისა ასე იყო, ასე იქნება, ასე არის. ვამაგრებ, ან ვეთახვები. ეს დაცვითი ველი მოქმედეს ყველაზე თუ ვინც უსმენს ჩანაწერს. გოგონების ჩანაწერს, შეიძლება ჩემი ჩანაწერს. და დავიწყოთო ჩაყვინთვა, სუნთქვა მოკლე 7 ისა ამოსუნთქვა ორჯერ ხანძლივია. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამას მე კი არ მეუბნებიან, არამედ კლიენტს, რომელიც ყავთ მაგათ. კლიენტს, რომელსაც დაეხმარებიან თავისი წარსული, ერთ-ერთი წარსული ცხოვრება გაიხსენოს, როგორ მოხდა მახეში, ვიდეოს თავში მაქვს თქვამი, არ გავიმეორებ. ალენა ამბობს, მე ვიმყოფები galaktikuri ფლოტის ბაზაზე, ეს არის გადასვლელი პუნქტი, ესე იგი რაღაც გზის გავლის შემდეგ ჩერდებიან შესასვენებლად, ამას უძახიან პირველაჩნი პუნქტ. სადაც არის საშუალება ჩაატარო რემონტი, აიღო რაღაც საკვები, დაისვენო, გადასცე რაღაც გზავნილები, მესიჯები, ან დატოვო რამე, ნივთები, საგნები, საჭირო ხომალდებისთვის. ამ შემთხვევაში უნდა მიიღო 3 ყუთი მგრალი ფორმისა, ზომით წვნიანი თეფშისა, ოღონდ ზომებით 1/2-ზე ნაკლები. და როდესაც ამ ყუთებს ერთმანეთზე დააწყობენ, ჩამოგავს ფენოვან ტორტს. ძალიან ბევრი ბუმბულია, ჩვენი კატია, ეკატერინე ქვია კლიენტს, პანდორასაც ეკატერინე ქვია. აქანე საუბარი ახლა კლიენტზე. ჩვენი კატიაო, ჩიტების ცივილიზაციიდან არისო. მაპატიეთ, რომ ახლოს წევ თავს, ხანდახან აქანე გვერდზე არის ვიდეოს შესაჩერებელი. და მე ხომ ამ მანძილიდან კარგად ვერ ხედავ, 2 თეთრი ჯოხია. იმას უნდა დავუჭირო და ხანდახან მიწევს ახლოს მისვლა ეკრანთან, ტელეფონის ეკრანთან, რომ შევამჩნიო ის თეთრი ჯოხები, რადგან ცისფერი ფონზე, თეთრის ფონზე არ ჩანს. მე ხო ვიდრევი, მოძრავ უბრალოდ და ამიტომ დიდ ბოდიშს გიხდით. ბუმბულები არის კაშკაშა ფერებში, ლურში, ისამისფერი, ლივლებენ ცისარტყელის ფერებში. ამ წარმომადგენელს აქვს ფრთებიც და ხელებიც ცალკე. მაგრამ არიანო ჩიტების ფრინველების უბრალოდ არიანო ფრინველების ცივილიზაციები, რომლების ფრთები გადადიან ხელებში. ესე იგი ხელიც და ფრთა ერთია. მაგრამ შეუძლიათ ფრთებით ხმარება. ხელების, ესე იგი, მათი ფრთები უწევენ ხელების იგივეობას. ეს პიროვნება არის მდედრობითი სქესის, მას თავი ფრინველის თავს ჩამოუგავს, თმები კი არა აქვს ბუმბული, რომელიც გადაწეულია უკან და ისეთი რბილი ბუმბულია, რომ შეიძლება ვარცხნილობა გააიკეთოს ამ ქალბატონმა. სახეც ფრინველისა ჩამოუგავს, მაგრამ ცხვირი აქვს ცოტა კეხიანი. და ცხვირი გადადის პირში. ხო, ცხვირი გადადის პირდაპირ პირში. პირში კი არა, პირდაპირ პირად იქცევს, ესე იგი პირის ფორმას ღებულობს. ხო,
ცხვირი პირდაპირ პირში გადადის ხებულოს პირის ფორმას უცებ. ცხვირიც არის და პირიც. ესე იგი ამ ფრინველი ადამიანის ნისკარტმა ადაპტირება გაიარა და ცხვირის რაიონში, ცხვირის ადგილას ის არის მაგარი, მყარი, позволяет разговаривать. რაც აძლევს საშუალებას ილაპარაკოს და ისინი ჩვეულებრივად საუბრობენ პირით. ჩვეულებრივად თვალები დიდი აქვთ, დიდი რასკოს ზევით რომ იწევა ბოლოები ლამაზად ცოტა აზიატურ ტიპზე გადადის, ლამაზი დახატული თვალები, წამწამები ბუმბულის. თუ ჩვენ გვაქვს თმები, წამწამები, იქანე ამ ცივილიზაციას აქვს ბუმბულების წამწამები. წარმოიდგინეთ, რა სილამაზე იქნება. მე უკვე წარმოვიდგინე. მას ტანსაცმელი არ აცვია, ის დგას ვერტიკალურად, ჩიტივით კი არ დგას. მას აქვს ფეხები, მაგრამ მუხლებით უკან. ჩვენ თუ გვეკეცება მუხლები უკან, მას ეკეცება მუხლები წინ. ესე იგი მუხლებია შებრუნებული უკან და მუხლები იკეცება წინ. და თვითონ მუხლები უკან იყურება. ფეხები გრძელი აქვს. მას შეუძლია ფრენა. ეს ცივილიზაცია არის ცისფერი ავიანების შორეული ნათესავები. ცისფერი ავიანებიც არის ფრინველების ცივილიზაცია. და მისი სახელია ტარტიკლი. კიდევ გამიორებ. ტარტიკლი. ტარტიკლი. რუსულად ჟღერს როგორც ტარტიკლ. 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 ტარტიკლი. ის არის მეცნიერი, ესე იგი მეცნიერი ესე იგი ის გადის სამეცნიერო კვლევებს, რომელიც დაკავშირებულია გრავიტაციასთან. ის გადის სამეცნიერო კვლევებს, რომელიც დაკავშირებულია გრავიტაციასთან. ზედა კოლოფებში მან იცის, რომ დენა ხელსაწყოები, რომელსაც შეუძლია გრავიტაციის მოშორება, ან პირიქით შეუძლია დაამძიმოს გრავიტაცია. ხო, და ეს კეთდება იმისათვის, რომ შენ შეძლო იმ პლანეტაზე დასწრება, რომლის გრავიტაცია არ ემთხვევა შენი პლანეტის გრავიტაციას. ის მიფრინავს დედამიწისკენ და ეს ხელსაწყო მას ამისთვის სჭირდება. ორი კოლოფი მას მიაქვს დედამიწელებისთვის. პანდორა რევიზიონი ამბობს, რომ ეს პერიოდი ემთხვევა ატლანტიდის პერიოდს. დედამიწელებთან მიდიოდა ურთიერთობა, კავშირები, მჭიდრო ურთიერთობები, ვაჭრობა, იღებდა ხდებოდა ურთიერთგამოცდილებების მიღება. ეს პიროვნება, ეს წარმომადგენელი ფრინველების ცივილიზაციისა, ეს მეცნიერი მოიწვიეს დედამიწაზე სწავლების ჩასატარებლად. და ახლა მე ცოტა წინ წავალ და ხედვას გულისხმობს, ხედვით წავალო წინ და ხედავს, როგორ უახლოვდება ის დედამიწას და ხედავს ხომალდებს, ხდება თავდასხმა, ის მიფრინავდა მარტო. პანდორა ამბობს, რომ ეს იყვნენ რეპტები, ისინი იტაცებენ ხომალდს, მიაქვთ ხელსაწყო, მის ხომალდს მოხდა ჭურვი, ხომალდი ეცემა და როდესაც მისი ხომალდი ვარდებოდა და შევიდა ატმოსფეროში, ბუკვალურად ამ ცეცხლ მოკიდებულ ხომალდზე ჩნდება რეპტილოიდი,
და მასთან ერთად ახდენს ტელეპორტაციას. გახსოვთ ფანტასტიკურ კინოებში, როგორ ხდება ტელეპორტაცია მაგდაგვარად და თან მიაქვს ის ტვირთი, რომელიც შედგებოდა 3 ყუთისაგან. ხო, ეს ამ ცივილიზაციის წარმომადგენელი მოხდა ისეთ მომენტში დედამიწაზე, როდესაც იყო რეპტილოიდების შემოჭრა. იმ მომენტში როგორც იტყვიან უადგილო ადგილას მოხდა მისი ხომალდი. ალიონა ბერეგინი ამბობს, რომ ვხედავო ეს ქალბატონი, ფრინველი ადამიანი ზის გალიაში დაჭრილი, ძალიან სერიოზულად დაჭრილი. პანდორა ამბობს, რომ რეპტილოიდების ხომალდების გარდა მე ვხედავდიო პირამიდულ ხომალდებსო. პირამიდური ხომალდები ეკუთვნისო ანუნაკებს. მას თუ ჩართული, კი ჩართულია. მაპატიეთ. მას დახმარებას არ უწევენო და ის გვხვდებაო. ამ სიკვდილის პროცესში მისგან იღებენ როგორ გითხრათ, სლეპაკ ძერწავენ, აქანი პირდაპირ გაგებით არ ხდება ძერწვა. მისი ანაბეჭდი იღებენ, მისი დნმ-ის სულის ანაბეჭდს და ესე იგი მის ცნობიერებას, მის სულს იღებენ და ტენიან ბოდიში ამ სიტყვაზე რაღაც ხელსაწყოში. ცოტა რაღაცნაირი არის ასეთი ტექნოლოგიები აქვს ყველას. იმ დროს არსებობდა სანსარის ბორბალი და ამ სულის სანსარის ბორბლის ჩართვა ხდება და შემდეგ მე რასაც ხედავო ამბობს ალიონა ბერეგინია, ის იმყოფებაო დედამიწაზე და გამაიუნის სხეულში. გამაიუნი არის ფრინველი. ალიონა მიმართავს პანდორა რევიზიონზე, ეუბნება კატია, ნახე, ეს არის სასახლე. ამ სასახლის მეფე ფლობს ტექნოლოგიებს და გავს მიდას, რომლის დახმარებით გადააქცევს ცოცხალ არსებებს ოქროთ. გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს გადაიღეს ბავშვური კინო. არ ვიცი ახლა ახალთაობას არ მახსოვრება ნანახი არ იქნება ეს ფილმი, მაგრამ ჩემი ტოლისთაობას ვინც ქალაქებში ცხოვრობდა, ეკნება ეს კინო, ეს ფილმი ნანახე. სადაც რაღაც სიცხე არსებობს, თუ შეეხები რამეს, ის ოქროთ იქცევა. მე მაქვს ეს ფილმი ნანახი და შემთხვევით ბავშვი გადაიქცა ოქროს სტატუიად და მეგობრები დარბოდნენ, რომ ეშველა თავისი მეგობრისთვის და უშველეს. ისევ მოაბრუნეს ადამიანურ სხეულში. ისევ გახადეს ცოცხალ არსებად, ცოცხალ ადამიანად. ეს სასახლე გავს ისეთ სასახლეს, რომლებსაც აშენებდნენ ძველ საბერძნეთში დიდი კოლონებით. არა, ეს ციხესიმაგრე არ არის. და ეს სასახლე დგას დიდ მაღალ კოლონებზე. ეს კოლონებიც არის ოქროსფერი. მეფეს ეხურა ქუდი, რომელსაც ატარებდნენ ძველ საბერძნეთში. ეს იყო ის პერიოდიო, ამბობს ალიონა, როდესაც უკვე მოხდენილი იყო შემოჭრა და ოკუპანტებმა კარგად დაამუშავესო ხალხი. ეს პერიოდი ატლანტიდის შემდგომი პერიოდი და ისეთი დრო იყო, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ექცევდნენო როგორც აგრესიული ცხოველები. ისეთი დრო იყო, როდესაც ტელეპათია გაქრა, ტელეპათია არ მუშაობდა
უკაცრავად მზე მინათებს ოთახში, ამიტომ კარგად ვერ ვხედავ და ხშირად მიწეს თავის დახრა. ბნელ ოთახში რასაკვირველია ჩანს წითელი, რომ გაითიშება იქ წითელი შუქიანათებს და მაგით ხვდები რომ გათიშულია. არა, ყოველთვის ერთნაირად არა, ზოგჯერ ვარ გარჩეულად ხედავ, შედარებით უკეთ, მაგრამ ზოგჯერ ისე მაგრად მე ვამხედველობა ახლომაძილი და ჩემი სახეც კარგად არ ჩანს, მაგრამ მე ამას რა ვქნა, თავი პანიკაში არ ჩავარდ. ხო, და ოკუპანტები, იმდროინდელი ოკუპანტები დედამიწისა ურიგებდნენ ტექნოლოგიებს ყველა მეფეებს, რადგან უნდოდათ რომ ამათ როგორ გითხრათ, ეომათ ერთმანეთთან მუდამ და სამაგიეროდ ჩვენი ოკუპანტები წაიღებდნენ, შაგროვებდნენ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც უხვად არის ასეთ მომენტებში, კონფლიქტების, ომების დროს, თუნდაც არ იყოს კონფლიქტები და ომები, ან ოჯახში ჭამენ ოჯახისევრები ერთმანეთს, სულ არის ყველი ჩხუბი, ლოთობა, ან ხტება მეძავეობა, გულაობა, თუნდაც კაცის მხრიდან, თუნდაც ქალის მხრიდან, ესეც ისეთი ნეგატივ ენერგიებია, რომლებითაც იკვებებიან ჩვენი მტრები, ჩვენი ბნელი ძალები. ბნელი ძალები უბრალოდ ჩვენი არა ის, მაგრამ ბნელი ძალები. აბა თუნდაც არ იყოს ომი და კონფლიქტები, თუ ოჯახში ხდება სულ კამათი, ან თუ ვინმე გულაობს, მაგისგან დიდი რაოდენობით იზიდება ენერგია. ან ვინც ნეგატიური საქმიანობითა დაკავებული, ნეგატიური საქმიანობითაა დაკავებული, მაგათგანაც მიდის ენერგიები ბნელი ძალების საკვებად. თუნდაც მაგალითად თქვენ ჩავარდებით ემოციებში, თქვენ კი რა ყველას გვაქვს ჩვენ ემოციები. თუ ჩვენ აყვებით ემოციებს, მაგ დროს იკარგება ენერგია, რომელიც მიდის მათთან, ბნელ ძალებთან. როდესაც ჩვენ ჭორავთ ვინმეზე, მაგ დროსაც იკარგება ენერგია, ან ბოღმას ატარებთ გულში, მაგ დროსაც იკარგება ენერგია და მიდის ბნელ ძალებთან. იკვებებიან ამ ნეგატიური ენერგიებით, ან შიში ცავს ენერგიები ყველაზე გემრიელი საკვებია მათთვის. შიშზე დაფუძნებული ენერგიები უფრო გემრიელია მათთვის. ამიტომ უგზავნიან ხალხს, სანამ ენერგიებს წაიღებენ, რაღაც შიშებს. ნიშნულობა არ აქვს როგორი შიშია. და შემდეგ ამ შიშებით სავსე გაშღლენთელ ენერგიებს ინაწილებენ. დიახ, ინაწილებენ და შემდეგ შთანთქავენ. და ამ სასახლეში დგას ბევრი სტატუები, სუფთა ოქროსგან. და ეს სტატუები იყო სხვადასხვა მოძრაობის მომენტში. რაღაც მოქმედებას ახდენდნენ, თითქოს ისეთ მომენტებშია გაქვავებული ოქროში. და ალიონამ ნახა ტექნოლოგია, ეს მეფე, ამ მეფეს აქვს რაღაც ნიჟარას მაგვარი, ნიჟარის ფორმის ტრუბა, მილი უფრო სწორად ნიჟარა. ამ ნიჟარაში უბერავს და მტვრილში ჯარი ხომოდის და ამ მტვრის ჯარს აქცევს ოქროთ. ხო, ეს ნიჟარა გამოსცემს ხმას, ბგერებს, ხმას გამოსცემს რაღაცა ცრივა ციდან და ეს ხალხი ქვავდება იმ პოზაში, რა პოზაშიც მიუსწრებს ის რაც ცვივა. ამ სასახლის მეფე იყო ნახევრად ღმერთი. მისი დედა იყო ქალღმერთი ამფიტრიდა. ამფიტრიდა არის ზღვის ქალღმერთი. ის არის პოსეიდონის მეუღლე.
და ამ ამფიტრიდამ რქები დაადგა პოსედონს, მას ჰქონდა სიყვარული მეფესთან და ეს ქალაქი ახლა არ არსებობს და მათი ვაჟი ამ ქალბატონის ქალღმერთის და საყვარლის ვაჟი ავიდა გახდა მეფე რა და ამ ამფიტრიდამ ამ მეფეს მისცა არტიფაგი, რომელიც მოგავს სპირალისებურ ნიჟარას და როდესაც ეს მეფე უბერავდაო ამ სპირალისებურ ნიჟარაში, ჩვეულებრივად, როგორც გითხარით, მოდიოდა ხმაური ხმა, რომელიც ახდენდა ჰაერის კონდენსირებას სითხეში. მაგალითად, სიცივეში ჩვენ თუ ამოვისუნთქავთ და ის ორთქლი, ეს არის კონდენსაცია. ხო, ესე იგი ჩვენ რომ არ მოვისუნთქავთ, ჩვენ ამონასუნთქი კონდენსირდება ორთქლში, რადგან გარეთ ცივა. ჩვენ კი თბილ ორთქლს ამოვისუნთქავთ. ჩვენ თბილი ხარი გამოდის ხო პირიდან. ხო და კონდენსირდება სიცივეში. ამდაგვარად კონდენსირდებოდა სითხე ამ ბგერიდან გამომდინარე. სითხის ნაწილი ისხმებოდა ამ სპირალისებური ნიჟარიდან, რომელშიც ბერავდა მეფე. ამავე დროს ეს სითხე კონდენსირდებოდა ადამიანების თავზე. თუ ეს იყო მარტო ერთი ადამიანი, ის უბრალოდ წყავდა ადამიანს და ეს ადამიანი იქცეოდა ოქროს სტატუიად. ფაქტიურად ცოცხალ ადამიანს უკეთებდნენ, ცოცხალ ადამიანს ფაქტიურად ადამიანს ამწყვებდნენ ოქროს შიგ ცოცხლად. მაგრამ თუ ეს იყო ადამიანების დიდი რაოდენობა, მაგალითად მტრის ჯარი იგულისხმება, ჰაერი კონდენსირდებოდა სითხეში და ხალხი იფარებოდა მთლიანად ოქროში. გალვანირებდნენ, ხდებოდა გალვანიზაცია. გალვანიზაციაო სინამდვილეში ნიშნავსო, როდესაც რამე საგანს დებს სითხეში და ახდენ მის გაახლებას, შენახვას. და ამ შემთხვევაში გალვანიზაცია ხდებოდა ჰაერიდან გამოდიოდა სითხე და მასშტაბური გალვანიზაცია ხდებოდა ადამიანებისა. და პანდორამ შეამჩნია საკეტის ხვრელი. ეს არის დახურული ოთახი. იმ ოთახში იმყოფება ქალბატონი, რომელიც აგრეთვე შეიძლება ითვლებოდეს ქალღმერთად. ეს ქალი ამ ქალს შეეძლო ფრინველ გამაიუნად გადაქცევა. ამ მეფეს სჭირდებოდა ძლიერი შთამომავლობა. მან იცოდა, რომ ის იყო ნახევრად ღმერთი. ვინ იყო მისი დედა და მას სურდა თავისი შთამომავლობის გაძლიერება. მას არავინ უყვარდა. არასოდეს არავინ ყვარებია. ის აშინებდა ამ ქალბატონს. მან აიძულა ეს ქალბატონი გაყოლოდა ცოლად მას. არც კი უკითხავს მისთვის აზრი ისე. ამ ქალბატონს მოსჭრა ფრთები
რომ არცად გაფრენილი იყო და ის აპატიურებდა მას ხშირად, რადგან ჭირდებოდა მისგან შთამომავლობა. დაბადებულ ბავშვებს უცებვე ართმევდა დედას. ეს ქალი არ აძლევდა თავის თავს უფლებას ყვარებოდა შვილები, რადგან ეს ბავშვები იბადებოდნენ ძალადობის შედეგად, მას არ შეეძლო მათი შეყვარება. მას ესმოდა, რომ შვილებს წაართმევდნენ, ამიტომ არ უნდოდა შვილებს მიჯაჭვოდა. ეს წამებები გრძელდებოდა დიდხანს. 10 წლეულების განმავლობაში და კიდევ 10 წლეულების განმავლობაში ძალადობა გრძელდებოდა, მაგრამ ყოველთვის ხომ არ შეეძლო შვილი გაიჩინა. მან გაუჩინა მეფეს 5 შვილი. ამ ბავშვებს ზრდიდნენ საუკეთესო ძიძები, ასწავლიდნენ საუკეთესო მასწავლებლები, მაგრამ ისინი არასდროს ღებულობდნენ სიყვარულს არც მამისგან, არც დედისგან. ამას უგზავნდნენ. შვილებს ზრდიდნენ სისასტიკეში, ზრდიდნენ როგორც მეფეებს და დედოფლებს. მეფე თვლიდა, რომ მხოლოდ სისასტიკით და შიშით შეგიძლია შენი სამეფო ტრონის შენარჩუნება და ამ მეფეს ძლიერი შვილები სჭირდებოდა იმისთვის, რომ მისი სამეფო ტახტი შეენარჩუნებინა. ის სცემდა თავის შვილებს. ის მათ სცემდა, რომ იმისთვის, რომ მათ ესწავლათ, ტკივილი არ ეგრძნოთ. მეფე თავისი შვილებისგან ძერწავდა სასტიკ ქმნილებებს. ჩვენი ჩიტი ცხოვრობდა კარგ პირობებში, მაგრამ მას ტანჯავდა ის ძალადობა, რომელიც ხდებოდა მეფის მხრიდან და იყო პერიოდი, როდესაც ის ვერ ფეხმძიმდებოდა და მას ესმოდა, რომ ეს ძალადობა შეწყდებოდა მაშინ, თუ ის დაფეხმძიმდებოდა. მან ილოცა, მან მიმართა სივრცეს, რადგან იცოდა, რომ არსებობს ღმერთი სახელად წარმატება. ფაქტიურად ეს იყო მეფე კი არა, დემონი, რომელსაც საკვებად აძლევდნენ ბავშვებს და მან მიმართა მას, რომ წარმატება მასთან მოსულიყო და ის დაფეხმძიმდა. მაგრამ სამაგიეროდ მან სიტყვა მისცა ამ დემონს, რომ თუ რომელიმე მისი შვილი მოხდებოდა, მისი სული ეკუთვნოდა მას, დემონს. ამდაგვარად იყო დადებული კონტრაქტი, აგრეთვე ბავშვებზეც. ამ ჩვენ ჩიტს შეეძლო, როგორ გითხრათ, მაქციობა. ასევე ერთ-ერთ შვილს, ამ ჩიტის, ამ ფრინველის ერთ-ერთ შვილსაც, უფროს შვილს შეეძლო დედასავით იყო მაქცია, ისიც. უფროსი შვილი, მგონი ვაჟი. და მეფეს უნდოდა, რომ ეს მისი შვილი, რომელსაც შეეძლო მაქციობა, გამხდარიყო იარაღი, შეეძლო ფრენა და მკვლელობა მისი მტრებისა და იმ ნივთით, რაც გააჩნდა მეფეს სპირალისებური ნიჟარით, შეძლებოდა მის შვილს მტრების განადგურება. ესე იგი, ის მასხოფრენა შეეძლო, გადაფრინდებოდა მტრების თავებზე და ჩაუბერავდა ამ სპირალისებურ ნიჟარაში და აქცევდა თავის მტრებს ოქროთ. ალიონა ამბობს, რომ
ამის კლიენტს კატიას შემდგომშიც ჰქონდა მძიმე განსახიერებები, ესე იგი დანარჩენ ცხოვრებებშიც, რომლებშიც ის განსახიერდებოდა, ძალიან მძიმე სიტუაციები იყო, რომლებიც აგრეთვე იყო მიჯაჭვული შვილებთან და მსხვერპლ თაყვანისცემასთან, რა დროსაც ადამიანური შეჭრები ხდებოდა. აგრეთვე ალონა ამბობს, რომ ამ კატიას საგვარეულო ესე იგი შტოში საგვარეულო ხეში, რომელიღაც შტოში მამის მხრიდან, დედის მხრიდან ყავს დემონები, დედის მხრიდან 2 დემონი ყავს, აგრეთვე ორივე მხარე დაკავშირებულია საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებთან. აგრეთვე ალონა ამბობს, რომ მე ვხედავო მის პირად მონაწილეობას საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში, მისი შვილებიც მიყავდათო, ამიტომ აქვს კატიას პრობლემები ჯანმრთელობასთანო. ეს ყველაფერი გამოწვეულიაო ტკბ-ში საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში მონაწილეობის გამო. ახლა იწყება კონტრაქტების გაუქმება, გოგოები აუქმებიებენ კონტრაქტებს, რაც კი თუ რამე კონტრაქტი გააჩნდა და შემდეგ უკეთებენ ამ კონტრაქტებს ანიგილაციას. ალონა მიმართავს ზეთიურ კანცელარიას, რომ ეს ნეგატიური მატრიცა, რომელიც იყო კლიენტ კატერინას ცხოვრებაში, გაქრეს. მე ბოლომდე ამ ვიდეოს არ გადაგითარგმნით, რადგან იქ შემდგომში მიდის საუბარი ამ კლიენტთან, მის ოჯახზე, საერთოდ მის რაღაც პრობლემებზე. მე უბრალოდ მინდოდა თქვენთვის გადმომეცა თუ ის რომ რას უკეთებდნენ რეპტები იმათ, ვინც მათ ხელში ვარდებოდა, როგორ იყენებდნენ მაგცოცხალი არცების სულებს თავისი გეგმების შესასრულებლად, რომ წარმოდგენა ქონოდათ. და აგრეთვე ამ ვიდეოს ნიშნულობა იმ ხრივ, რომ რამე ინფორმაცია უზარმაზარი ინფორმაცია მოგაწოდეთ, არა. აქ მცირე მაგალითია მოყვანილი იმისა, თუ რომ ნიშნულობა არ აქვს შენ ხარ ადამიანი თუ არ ხარ, თუნდაც სხვა ცივილიზაციის წარმომადგენელი იყო, შენ მაინც დაიჩაგრები, ხო, უпростоრად ეხა მერია უნდა მე მინდა თქვენ იცოდეთ თუ რას ჩადიოდნენ რეპტები იმ დროს. ახლა არა. ახლა ისინი ყველა არიან მოშორებული ჩვენი მიწიდან, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არის ტრამვირებული ამ საიდუმლო კოსმოსური პროგრამებით. თან წარმოიდგინეთ 4 წლის ასაკიდან მიყავთ ბავშვები, მათზე ახდენენ ცდებს, მათზე ახდენენ ძალადობას ყველანაირი გაგებით. დიახ, კარგით, მე ხა არ მინდა აქ ამ საკითხს შევეხო, უბრალოდ
თქვენ თუ რამე პრობლემები გაქვთ ჯანმრთელობასთან, თუ თქვენ თითქოს გესიზმრებათ არადამიანური სახის არსებები, თუ თქვენ იმყოფებით სადმე თითქოს ხომალდზე, იცოდეთ, რომ ეს სიზმარი არაა. როდესაც ადამიანი იძინებს, მისი ასტრალური სხეული არ ჩნდება ადგილზე. და ის ყველაფერი, რაც თქვენ მიგაჩნიათ სიზმრად, ეს ყველაფერი ხდება სინამდვილეში თქვენ ასტრალურ სხეულთან. და მე მინდა თქვენ გთხოვოთ შიშები გადალახეთ. მიიღეთ რეალობა ისეთი, როგორიც არის. მეწმუნეთ. თქვენ ამით მოამზადებთ თქვენ საკუთარ თავს. მომავალ დროში უпроსტად მომავალი დროისთვის. ყველას გვჭირდება ჩვენ გაკაშება ჩვენი ნერვებისა. მერწმუნეთ. ცხოვრება იმაზე მეტი რთულია, ვიდრე ჩვენ გონიათ. ჩვენ ადამიანებს არ გვინდა დისკომფორტის ზონა დავტოვოთ. ჩვენ გონიათ, რომ ჩვენი ცხოვრება განლაგებულია იმ დისკომფორტის სამკუთხედში, რომელშიც შედის დივანი, ტელევიზორი და ჩუსტები. და არ გვინდა თავი შევიწუხოთ ამ დისკომფორტის დარღვევით. ამიტომ მე კიდევ სხვა ისტორიებსაც მოგიყვებით. ბევრი ისტორიები არის. ახლა კი ამაზე შევჩერდით. ეს არის პატარა ამბავი ისტორიისა, რომელიც ხტებოდა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ეს ყველაფერი შეწყდეს. რა უნდა გავაკეთოთო მაინცო, მეკითხება ზოგიერთ. დავიწყოთ ჩვენი თავების ჯერ, ჩვენი თავებიდან. დავიწყოთ ჩვენი თავების როგორ გითხრათ, დამუშავება. დავიწყოთ შეცვლა ჩვენი საკუთარი თავებით. ჩვენ თუ შევიცლებით, სამყაროს შევხედათ სხვა თვალებით. და ყველაფერი მივიღოთ, როგორც ჩვეულებრივი ამბავი, რაც არ უნდა მძიმე იყოს თქვენთვის. იგივე ჩვენი ახლობლების გარდაცვალება. რასაკვირველია, გული დაგწყდება, მაგრამ ზედმეტად არ უნდა გადავყვეთ ჩვენ გვტრებს, რადგან მათი სულები მიდიან თავის გზაზე. და ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება მან ეს გზა გაიაროს დროულად. ჩვენი გლოვით, უსაზღვრო გლოვით, ჩვენ მხოლოდ ხელს ვუშლით ჩვენ სულებს. მე მაგალითად არ მინდა მე რომ გადამყვე. და არც ის მინდა რომ დამარხონ. მე მინდა რომ მე დამწვან, როგორც წვავენ ინდუსები. რომ ჩემი სხეულები განთავისუფლდეს ერთდროულად და არ მოხდეს ისა ასე ვთქვათ, რომ სულის შეკავება. რატომ და როდესაც სულს ეგუება მისი რომელიღაც სხეული სასაფლაოზე, ზოგიერთს უჭირს წასვლა დროულად და კარგავს ენერგიას, იმ ენერგიას, რომელიც დარჩა მას აქედან წასასვლელად. შემდეგ ეს სული იქცევა მონსტრად, რომელიც იკვებებდეს იქნება მისი ახლობლების, ოჯახისტების სულებით, რომლებიც აკითხავენ მათ ისა ენერგიით,
რომლებიც აკითხავენ მათ სასაფლაოებზე და მიდის იქ ჭამა, სმა, თქვენ წარმოიდგინეთ ახლა გინდათ წასვლა, მაგრამ თქვენ არ გიშვებენ. კარგით, მოდით ამაზე დავამთავრებ ჩემ გამოსვლას ბჭყალებში. მომავალ შეხვედრამდე.